დედაქალაქის მერიის მიერ არჩევნების შემდეგ მოხსნილი პასუხისგებლობები თბილისის მოსახლეობა მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებს. ავჭალისა და ნაძალადების მოსახლეობა აცხადებს, რომ მოუწესრიგებელი გზების გამო ქუჩებში გადაადგილება შეუძლებელია. ადგილობრივები ყვებიან, რომ წინა საარჩევნო დაწყებული გზების რეაბილიტაცია არჩევნების შემდეგ შეჩერდა. სინათლისა და სისუფთავის ქალაქში ჯერ კიდევ დარჩა გაუვალი ქუჩები, სადაც გადაადგილება ფეხითაც კი შეუძლებელია. ბავშვებს გავუშვებთ სკოლაში დასუფთავებულს ფეხსაცმლით, ტანსაცმლით ყველაფერთ სკოლაში მიდიან ამ ტალახში შვილო და ამოტლაპული მუხლებამდე ტალახში. მას ბავშვები დაგწინიანო რომელ სოფლიდან მოხველით. ნაძალადების რაიონში ზიგზაგის ქუჩის მცხოვრებლები ყვებიან, რომ გზების რეაბილიტაცია დედაქალაქის მთავრობამ წინა საარჩევნოდ დაიწყო, თუმცა სამუშაოები არჩევნების დასრულებისთანავე შეჩერდა. არჩევნებამდე 3 დღით ადრე მოვიდნენ, დაიწყეს 2 დღე იმუშავეს. და მე დაანებეს თავი მიატოვეს და როგორც ხედავთ აი ეს არის ლექსი ჯგუფი აკეთებდა გზას, რომ დავრეკეთ გითხრას, რომ არ მოგატყუებთ, არც მითითება გვაქვს ჩვენ ამ ქუჩის გაკეთების და არც თანხა არ არის გადმორიცხული. პრობლემები აქვთ ავჭალაში აბაშიძისა და გრიშაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს, რომლებმაც დღემდე ვერ გაარკვიეს, ვინ უნდა აღადგინოს რკინიგზის შემოვლითი ხაზის მშენებლობის დროს განადგურებული ინფრასტრუქტურა. განათება ჩვენ არა გვაქვს, გზები ჩვენ არა გვაქვს, უწყლობა, წყალი დაბინძურებულია, ტრანსპორტი ჩვენთან არ დადის. სასწრაფოს რო ვიძახებთ, სასწრაფო ვერ გვაგნებს. კანალიზაცია შედის წყალში, დასალევს სასმელი წყალში და იწამლება ხალხი. რამოდენიმე გუშინ სამავთყოფოში მოხდა. საქართველოს რკინიგზაში კომენტარზე უარს აცხადებენ თბილისის მერიის პრესსამსახურში კი ამბობენ, რომ დედაქალაქის ქუჩების რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში განახლდება და ახალ წლამდე დასრულდება.